ჩვენ ვიყავით დაძმებივით ყველანი. გურიკამ აქეთ შემოგთავაზა. წასვლა. აი როგორი ხასიათზე იყო, როდესაც ახვედით ლომისაზე, როდესაც ბრუნდებოდით? ეს მხოლოდ გამოძიებასთან აქვს აქამდე გაჟღერებული და არც არ გამიჟღერებია აქამდე. დუშეთში ხარ თქვენ. აუ გააგრძელე რა გზა, ჩასულები ვართ და იქნებ დროზე ჩავიდეთ სამარშრუტო ტაქსამდე. რაღაც აი ესეთი კონტექსტის უთხარი, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ რაღაცას მე გაიფება. აი საერთოდ არ არის საეჭვო ახლა ეს ჩვენთვის იმ მომენტში. რა პრობლემაა? ზუსტად აი აქ იკარგება გორიკას კვალიც. პირდაპირ ჩვენს წინ იდგა სამაშველო და საპატრულო სამსახურები და შეტყობინება, ზეპირი შეტყობინება მიუვიდათ მათ ჩვენგან. დედა ჩამოვიდა დაახლოებით მესამე დღეს. მესამე დღე? კი ბატონო. არც ერთხელ არ გვითქვამს უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. მეტიც ეს ჩვენი ინტერესია. ეს ვიდეო იმ წელს აწვირთული არის. დაახლოებით რამდენიმე დღეში არ არის ეს გურიკას ხმა. რამე მიზეზი ჰქონდა რომ გაქცეულიყო? მე ვფიქრობ ერთ-ერთ ვერსიად ვარაუდობ რომ შეიძლება ის იყოს მონასტერში. ის იღებდა დამამშვიდებელ ვიტამინებს. ეს სტრესი უკავშირდება უშუალოდ მის თურქეთში ყოფნას. იქნება ეს იყოს სწორედ ის მიზეზი, რატომაც ის გაუჩინარდა იმ დღეს. დედა ამბობს, რომ გურის ჰქონდა შიშები, ხო? თუ ნახავს ამას, გამოდი ვიმედოვნოთ, რომ ნახავს. დროა რომ დაბრუნდეს. თქვენ რას ფიქრობთ, რა მოხდა? მოგესალმებით, მე ვარ ადვოკატი ნინო ლომინაძე, ჩემი საავტორო პოდკასტით სამართალს მიღმა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბოლო დროის ყველაზე უცნაურ, გახმაურებულ და იდუმალით მოცულ საქმეზე, გურამ დადიანიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ამ საქმის მთავარი მოწმე ანი გელაშვილი, რომელმაც უკანასკნელად ნახა გურამ დადიანიძე და შესაბამისად მას აქვს სრული ინფორმაცია თუ რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც გაუჩინარდა გურამი. ამასთან ერთად საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, ზოგი სწორი, ზოგი არასწორი და ძალიან საინტერესო არის თავად მოწმე რას ყვება, რა ნახა და რას შეესწრო და შესაბამისად დღეს უკვე ჩვენ გავიგებთ რეალობას რა მოხდა ლომისობის ღამეს გურამ დადიანიძე როგორ გაუჩინარდა. მოგესალმებით ანი. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა პირიქით სტუმრობისთვის. არ არის ვიცი მარტივი, ასე ვთქვათ, საზოგადოების წინაშე გამოხვიდე და ისაუბროთ ამ თემაზე, ვინაიდან როგორც ასე ვთქვათ, ჩვენი საუბრისას გავარკვიეთ, თქვენთვის არ ყოფილა უმნიშვნელო ეს პერიოდი და შესაბამისად ყოველთვის გქონდათ განცდა და ყოველთვის გქონდათ კითხვები თუ სად არის გურამ დადიანიძე. მინდა რომ მოგვიყვე ჩვენც გავიკოთ რა მოხდა იმ ღამეს და გურამის ბოლო მხილველი ასე ვთქვათ თქვენ ხართ ხო იმ საღამოს იმ ღამით როდესაც გურამი გაუჩინარდა და აი ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჯერ უბრალოდ გითხრათ რა ურთიერთობა გქონდათ მასთან და შემდგომ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები. კი ბატონო. დავიწყოთ თავიდან როგორ გავიცანით გურამი. გურამი იზრდებოდა მამიდასთან და ჩვენ გვაკავშირებს 7-8 წლიანი მეგობრობა. თან ძალიან კარგი მეგობრობა. ყველა ვინც ვიყავით იმ ღამეს ლომისაზე წასულები, დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. ძალიან კარგი. ჩვენ ვიყავით დაძმებივით ყველანი და ბოლო დროს ჩემი ბოლო გამოსვლიდან თუ ვიმსჯელებთ იმაზე თუ როგორ დავახასიათე გურამი ძალიან ცუდად აიტაცა ეს ხალხმა. მე იქ პირდაპირ გავაჟღერა რომ გურამი იყო ჩემთვის ძმა. იმდენად კარგი ურთიერთობა გქონდა, თუმცა ხალხი მხოლოდ იმას ისმენს, რაც მათ უნდათ რომ გაიგონ. აი მაინტერესებს წეგნახსენეთ რომ გურამი იზრდებოდა მამიდასთან. მე ვერ მივხვდი რატომ იზრდებოდა მამიდასთან, ალბათ ყველას დააინტერესებს ეს. კი ბატონო, ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. გურამის დედა არის არა უბრალოდ იყო ემიგრანტი და იმ პერიოდში, როდესაც გურამის სკოლის მოსწავლე იყო ჯერ კიდევ იზრდებოდა მამიდასთან. შესაბამისად სკოლაშიც დადიოდა ჩვენს დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარე კერძო სკოლაში. პერიოდულად დედასთან მიდიოდა ხოლმე სტუმრად გურამი თურქეთში. კი ბატონო. მაინტერესებს კონკრეტულად ის დღე, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ წასულიყავით ლომისობაზე. იმიტომ რომ არაერთხელ გაჟღერდა და არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა წასვლის დაგეგმვის და შესაბამისად შესრულების მომენტისთვის. აი მაინტერესებს, აი თქვენგან მაინტერესებს, როგორც უშუალოდ მოწმე და თვითმხილველი მოწმე, როდის დაიგეგმა, როდის გადაწყდა გურამის ჩართულობა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორი იყო, რომ მოგვყვეთ?
ეს იყო ძალიან სპონტანური. დავიგეგმეთ დილის საათებში, ბიჭებს უნდა მოეგვარებინათ ტრანსპორტის საკითხი და ეს ძალიან მარტივი იყო ჩვენთვის, იქედან გამომდინარე, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც დაქირავებული ყავდა, არის ისევ ჩვენი მეზობელი და გოგონებს უნდა მოგვეგვარებინა საკვების საკითხი, რადგან მთავარი მიზანი ჩვენი რა იყო, ეხლა ვეგეტყვით. ვართ, წარმოიდგინეთ 17-დან 20 წლამდე ადამიანები, ხო, 16, 17, 18, 19, 20. აი ამასაკის ბავშვები ვართ და კი, ჩვენ ძალიან გვინდა ლომისას მოლოცვა. და ამაში ორი აზრი არ იყო, რომ ეს ჩვენი მთავარი ის იყო მიზანი, რომ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია უნდა მოგველოცა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ჩვენთვის, რომ ლომისიდან დაბრუნებულებს ერთად მოგველხინა რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ თბილისამდე ჩამოვიდოდით. კი ბატონო, და გურამი როდის გაიგო რომ მიდიოდით, ანუ ამ დაგეგმვის შესახებ როდის შესთავაზეთ წამოსვლა? გურიკა მაქეთ შემოგთავაზა. ანუ წასვლა. ანუ საწყისი იდეა გურიკასი იყო, როგორც კი ბატონო. კი, მაგრამ ძალიან მოგვეწონა ეს იდეა ჩვენც. და ანუ კონკრეტულად რო დავაკონკრეტოთ, როდის დაიგეგმა და როდის წახვედით? ვიგეგმებოდით 10 ივნისის დილიდან. და უკვე საღამოს 5 საათისთვის დაახლოებით ყველა საკითხი გქონდა მოგვარებული, რაც იყო საჭირო წასასვლელად. და რომელ საათზე წახვედით? წავედით დაახლოებით. დაახლოებით ეს იყო, იმიტომ რომ ზუსტად ვერ გემახსოვრება. კი, რა თქმა უნდა, 12 წელი გავიდა. ამდენი ხანი გავიდა, დაახლოებით 8:30-დან 8 საათამდე, საღამოს საათებში. როდესაც მიხვედით ლომისაზე, ახვედით უპრობლემოდ მიხვედით, მოილოცეთ და უკან ბრუნდებოდით, ხო? რომელი საათი იქნებოდა უკვე? დაახლოებით ღამის 2 საათისკენ უკვე ჩვენ დავიძარით ისევ ქვემოთ ლეთისკენ. ჯგუფით მოდიოდით თუ საკითხავთ? არა, ნახეთ, ერთად წამოვედით ყველანი და ოღონდ გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ მარტო არ წამოვსულ ვართ ჩვენ. ანუ ლომისის დღესასწაული არის ისეთი დღესასწაული, აი ნებისმიერი მომლოცველი ვინც კი არის ნამყოფი, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ არასდროს ხარ მარტო. არც ერთ მონაკვეთში, არც ასვლის პერიოდში და არც ჩამოსვლის პერიოდში. აქ არის უწყვეტი ჯაჭვი ხალხის, მიყვები ფაქტიურად ხალხს და უნდა ჩამოყვე კიდევაც უკან ხალხს. ანუ არასოდეს ხარ მარტო ამ დღესასწაულზე. თუ ჩამოდიხარ და ჩამომყოლი არავინ მოყვება, შემხვედრი მაინც გვხვდება, რომელიც ზემოთ მიდის. ანუ არც ერთ მონაკვეთში არ ხარ მარტო. აი როგორი ხასიათზე იყო, როდესაც ახვედით ლომისაზე, როდესაც ბრუნდებოდით, გეკონტაქტებოდათ, იყო ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად ხასიათით თუ ჩაფიქრებული, აი რა მდგომარეობაში იყო გურიკა და რა განწყობაზე? ყველას გქონდა ერთი და იგივე განწყობა, ძალიან მხიარულად ავედით, ძალიან მხიარულად და ისევე ამ მუხტითვე ჩამოვედით ქვემოთ. არანაირი საეჭვო გარემოება არ ყოფილა, მაგალითად არც შეკამათება, არც ვინმეს რაიმე რომ სტკენოდა და უშუალოდ გზაში, აი ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ. აბსოლუტურად არაფერი ყურადსაღები რამე რო ყოფილიყო, მსგავსი არაფერი არ მომხდარა საყურად. არც უთქვამს არაფერი, ხო? სანამ აპირებდა წასვლას, ან დალოდებოდით, ან რაიმე სხვა სურვილები ქონდა მიმართულებასთან დაკავშირებით, ხო? არა, ნახეთ, აი ერთადერთი რაც შემიძლია კონკრეტულად გურიკასთან მიმართებაში გავიხსენო, რაც უშუალოდ გზას ეხება, ცოტა უცნაური არის ახლაც, მაშინაც უცნაური იყო და არც ჩავთვალე სერიოზულად. ეს მხოლოდ გამოძიებასთან აქვს აქამდე გაჟღერებული და არც არ გამიჟღერებია აქამდე. რომ ჩამოვდიოდით ქვემოთ გური რამდენიმე გოგოსთან, ანუ ამ სულ გოგოებთან, თითქმის უკვე ჩამოსულები ვიყავით, მივიდა და რაღაცა გაეხუმრა. იმ გოგოებმაც გაიცინეს, დღემდე არ ვიცი ეს გოგოები ვინ არიან, ალბათ თუ ნახავენ ამას, იქნებ იცნონ თავიანთი თავი და გაახსენდეთ ეს მომენტი. გური ჩვენ დაუძახეთ და გამოვიყვანეთ. იმიტომ რომ რაღაც ვიფიქრეთ, რომ ხო არ დასცინეს ან რაღაც, იმიტომ რომ ვერ გავიგეთ გურიმ რა უთხრა. ნუ რაღაცა აშკარად რომ სახუმარო იყო, იმიტომ რომ იმათაც გაიცინეს და შემდეგ გური რომ ჩემთან მოვიდა და ჩემთან თანხლებ გოგონებთან რომ მოვიდა, ესეთ რაღაცას მეუბნება რომ წამორა სარაჯიშვილზე გამყევით, რაღაცები ვიყიდოთ. ძალიან ლოგიკურია, ხო? სათხარ ახლა. ანუ იგულისხმება რომ ჩვენ გულისხმობთ, ჩვენ ცხოვრობთ სარაჯიშვილის მეტროსთან ძალიან ახლოს. ჩვენი კერძო დასახლება არის სარაჯიშვილის მეტროსთან ძალიან ახლოს და ხო, ნუ იმ მომენტში ხო ძალიან ალოგიკურია. რა თქმა უნდა. ძალიან ალოგიკურია. თბილისშიც არ ხარ. დუშეთში ხარ თქვენ. აუ გააგრძელე რა გზა, ჩასულები ვარ და იქნებ დროზე ჩავიდეთ სამარშრუტო ტაქსამდე. რაღაც აი ესეთი კონტექსტის უთხარ, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ რაღაცას მეკაიფება. აი რაღაცა ესეთი შეგრძნება მქონდა, იმდენად ალოგიკური რაღაცა მითხრა. ხო არ უგულისხმია ის რომ ჩამოხვიდოდით თბილისში მერე წასულიყავით სარაჯიშვილზე? არა, მაინც არ ჯდება ლოგიკაში.
საინტერესოა ფაქტი, მაგრამ ამის შემდგომ როგორ ვითარდება? არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. თითქმის ჩამოვედით უკვე მოსახლეობასთან ვართ, ბოლო სახლთან ვართ თითქმის ჩამოსულები და აქედან უკვე ვიფანტებით, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო ბილიკი ჩამოდის სახლებთან და ორ-ორად სამ-სამად მოვდივართ უკვე გზას ვაგრძელებთ და სწრაფი ნაბიჯებით, იმიტომ რომ უკვე ერთი სული გვაქვს, როდის მივალთ სამარშრუტო ტაქსთან. ზუსტად აი აქ იკარგება გორიკას კვალიც. როდის აღმოაჩინეთ, რომ თქვენთან ერთად აღარ იყო? ნახეთ, ბოლოს ნახა ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა თინიმ უშუალოდ ქვაზე ჩამომჯდარი. ამ ფაქტს შეესწრო ჩემი და მამა ჩემიც. ანუ ნახეთ როგორი მომენტია რო ავხსნა, ეხა უფრო კონკრეტულად გასაგები რო იყოს. გური ჩამოჯდა ქვაზე. თინი ამ დროს ლაპარაკობს ტელეფონზე. სატელეფონო სარსეა ანუ სხვასთან. თინი ლაპარაკობს მოკლედ ტელეფონზე და მამამ და ჩემმა და გამოუარეს შუაში ამათ. და გავაგრძელეთ გზა, არაფერი საეჭვო არ არის, არც იმაში, რომ იქ ჩამოჯდა დაუშვათ. და თინი მკითხა, რომ რამე ხო არ გტკივა? ეს ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა და ანუ რა უნდა ტკიოდეს, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, რატო რამე ისეთი მოხდაო, რომ რამე უნდა სტკენოდაო ბავშვსო, არა უბრალოდ ეს იმ კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ აქ რატო ისვენებ, აქ რატო ჩამოჯექი? იმიტომ რომ ჩასულები ვართ და ბარემ მოდი რა, ჩვენთან ერთად ჩამოდი ბოლომდე და სამარშრუტო ტაქსში დაისვენე. ლოგიკური ადამიანი რო ჩამოგრჩება და ჩამოჯდება, რა თქმა უნდა კითხვა უნდა გაგიჩნდეს. აუცილებლად რო არ გაგიჩნდეს კითხვა ეგ არის საშინელება. აუცილებლად უნდა კითხო, რატო გაჩერდი. მისი პასუხიდან გამომდინარე, რაც მან თინის გასცა, ლოგიკური იყო ის, რომ თინი იქ ვერ გაჩერდებოდა. რა პასუხი გასცა? იარე და დაგეწევი. აი ორი წამი მჭირდება, იარე და დაგეწევი. რაღაც დაახლოებით ასეთი კონტექსტის პასუხი იყო. თინი ჩათვალა, რომ ეს უშუალოდ უკავშირდებოდა ბუნებრივ მოთხოვნილებას, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა რატო არ უნდა გაჩერებულიყო თინი იქ. ანუ სხვას ვერ ვხვდებით უბრალოდ. დაუშვათ ასეთ მომენტში გოგო არ დარჩება ბიჭის გვერდით და მისცემს დაუშვათ იმ ორ წუთს თავისუფალს, ხო? კი ბატონო. ზოგადად რომ გავიაზროთ, ორ წუთს მისცემს დაუშვათ თავისუფალს, რაც არ უნდა სჭირდებოდეს და ვერ დადგები ახლა იქ. სხვა რამე მიზეზი რო ეთქვა, ალბათ თინი არც ანუ რო ეთქვა რომ რამე უჭირდა, არ დატოვებდა. რას საკვირველი, ამაში ორი აზრი არ არის. არავინ არ დატოვებდა. იმ წამსვე შევიკრიბებოდით ყველანი ისევ იმ ადგილას, იმ წამსვე მომბრუნდებოდით ყველანი. თინი შემდეგ გვიახლოვდება და მამა ეკითხება, რომ თინი გური სად არის? იქვე აი დაახლოებით რამდენიმე მეტრში ხდება ეს. უკვე დაღმართზე ვართ, ძალიან დაღმართზე ვართ ჩამოსულები და მამა ეკითხება, რომ თინი გური სად არის? და კახაძია მითხრა, რომ მიდი და ეხლავე დაგეწევი. საერთოდ არ არის საეჭვო ეხა ეს ჩვენთვის იმ მომენტში. რა პრობლემაა? არანაირი ეჭვის საფუძველი არ ყოფილა მისი ეს თქმა, თუმცა მამამ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ბევრი ხალხი იყო. ხო, არ უნდოდა რომ მარტო დაეტოვებინა და მიტრიალ და მიდით თქვენ სამარშრუტო ტაქსში ჩადით და მე ეხლავე დაგეწევით, გურის მოვიყვან და დაგეწევით. ჩვენ არც კი დაველოდეთ. საერთოდ არც კი გავჩერებულ ვართ. პირდაპირ გამოვაგრძელეთ გზა ჩვენი სამარშრუტო ტაქსამდე და მამა ტრიალდება უკან. რაღაცა პერიოდის მერე, რამდენიმე წუთის მერე მამაც ბრუნდება ჩვენთან. ჩვენ უკვე სამარშრუტო ტაქსში ვართ ყველანი და მამაც ბრუნდება ჩვენთან. გურის გარეშე და პირიქით აქეთ გვეკითხება, რომ გური ხო არ მოსულა, ხო არ ავწდი გზაში. უთხარით რომ არ მოსულა გური და იმ მომენტიდანვე ძალიან შეგვეშინდა ყველას რომ ორ წამში მიტრიალებული ორ წამში მიბრუნებულ ადამიანს რომ ადგილზე აღარ გვხვდება პიროვნება თან რომ ეძებ ფანრის საშუალებით რომ ინათებ არსად არ არის თან თეთრი მაისური ეცვა მარტივი დასამალით წესით არ უნდა ყოფილიყო ხო მარტივი დასახლებული პუნქტი იყო კი დასახლებული პუნქტი არის ეს ბოლო ზუსტად ბოლო ოჯახთან ხდება რომელიც არის ბოლო ოჯახი ანუ სოფლის ბოლო ოჯახი ხო დასახლებული პუნქტის ბოლო ოჯახი კი ბატონო დასახლებული პუნქტის ბოლო სახლი რა ვთქვათ ბოლო ნაკვეთი აი ზუსტად მაგ ადგილას ხდება ეს ამბავი აქედან დავკარგეთ უკვე გურის კვალი საბოლოოდ რა რომ არ მოვიდა პირველი პანიკური შეტევა იყო ეს ჩვენთვის რომ ამასთან ერთად არ დაბრუნდა პირველი რაც გავაკეთეთ და უმთავრესი ეს იყო შევატყობინეთ ჩვენს წინ დგარ სამაშველო სამსახურებს და საპატრულო სამსახურებს. ან თქვენს წინ დგარს უფრო რომ გაგვარკვიოთ რას გულისხმობთ რომ თქვენ წინ დგარ. კი ბატონო ნახეთ ლომისობის დღესასწაულზე არის ბილიკები სადაც გზა იკეტება სამანქანო გზა იკეტება სამაშველო და საპატრულო პოლიციელების მიერ. და არის მხოლოდ საფეხმავლოდ გამოიყენება ეს გზა. ჩვენი სამარშრუტო ტაქსი ზუსტად იდგა
მათ მოპირდაპირე მხარეს, აი რომ ავიღოთ ტრასა, რომ განვიხილოთ, ტრასის ერთ მხარეს დგას საპატრულო სამაშველო ეკიპაჟები, რომელსაც გადაკეტილი აქვს ტაძრისკენ მიმავალი გზა და მეორე მხარეს, ტრასის მეორე მხარეს დგას ჩვენი სამარშრუტო ტაქსი. პირდაპირ უყურებს ერთმანეთს. ჩვენ შორის მანძილი, ჩემი აღქმით, მაქსიმუმ 4 მეტრი უნდა ყოფილიყო. 112-ში თუ დარეკეთ. არა, არ დაგვირეკავს. იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ჩვენს წინ იდგა სამაშველო და საპატრულო სამსახურები და შეტყობინება, ზეპირი შეტყობინება მიუვიდათ მათ ჩვენგან. მისი აღწერილობა, ტანსაცმელი, ჩაცმულობა, აღნაგობა, აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ და გთხოვეთ, რომ რამდენიმე წუთი მოგვეცადა, გადასცეს რაციებით შემდგომ, იმიტომ რომ აქ არაერთი ეკიპაჟი დგას, ერთი კი არა, ათეულობით ეკიპაჟი დგას. ანუ გამოვიდა, რომ თქვენ პოლიციას აცნობთ. რასაკვირველია. ეს არაერთი ფაქტითაც დასტურდება. პირველი და უმთავრესი ფაქტი, ვამბობ, უმთავრესი ფაქტი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ მალევე გაუჩინარებიდან იმ ღამესვე ჩაერთო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. აი, მაინც უფრო დეტალურად რო ვთქვათ, თქვენ რო აღმოაჩინეთ, რომ გური დაიკარგა, რამდენ ხანში მემართეთ პოლიციას? მაქსიმუმით 15 წუთი არის დაკარგვის მომენტიდან. მაქსიმუმ 15 წუთში. თუ არ მოვიდა, რა იფიქრეთ თქვენ, რომ რა ხდებოდა? პირველ რიგში ძალიან გავბრაზდით, აი რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენი ემოცია იყო პირველი ბრაზი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გვინდოდა მშივრები ჩამოვედით, დაღლილები ჩამოვედით, მით უმეტეს როგორც ავხსენი თავიდან. არ მხოლოდ ის მიზანი გვქონდა, რომ მოგველოცო მისის წმინდა გიორგი, ჩვენ გვინდოდა, რომ ერთად მოგველხინა მესამეგობროს. შესაბამისად დილის საათებში უკვე სახლში უნდა ყოფილიყავით, გულისხმობთ თბილის, იქიდან გამომდინარე, რომ დავუშვათ მამაც მუშაობდა, ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც იყო ჩვენთან ერთად წამოსული, ისიც სამსახურში უნდა წასულიყო. ანუ რაღაცა რიგი პასუხისმგებლობები ხალხს ჰქონდა დილასთან მიმართებაში, ანუ დილით ყველა ვარიანტში სახლში უნდა ყოფილიყავით. ხო, რომ ეს ამბავი მოხდებოდა. რასაკვირველია, ეს რომ გვეფიქრა, არავინ არ წავიდოდა ალბათ თავიდანვე, ხო? კი ბატონო, როდესაც პოლიციას გადაეცით უკვე ინფორმაცია და პოლიციამ რაციებით გადასცა ესე თქვით. აი შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, ვინმე დაგეხმარათ, პოლიცია თუ დაგეხმარათ თვითონ? რა თქმა უნდა. ფორმით რომ მოგვიყვება. პირდაპირ ვიტყვი, რომ არავის მიუტოვები ვართ, დილამდე ჩვენთან ერთად იყვნენ. ერთი სამაშველო ეკიპაჟიც კი არ დაცრულა ადგილიდან და სხვა მიმართულებით არ წასულა, ანუ სულ იყვნენ ჩვენს გვერდით. ვეძებეთ, არა მარტო საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟებთან ერთად, ოჯახებშიც კი შევდიოდით. კვალს რომ ვერ მივაგენით ბოლოს და თითქმის მთელი გარემო რომ შემოვიარეთ, ის რაც ჩვენ შეგვეძლო რომ იმ მომენტში გაგვეკეთებინა, ბოლოს ვიფიქრეთ რომ ეს არის ისეთი დღესასწაული, რომელსაც იქაური მაცხოვრებლები აღნიშნავენ. არა მარტო ოჯახებში, არამედ დავუშვათ, კარვები აქვთ გაშლილი, მაგიდებია გაშლილი, სადაც კეიფობენ, ასე რომ ვთქვათ. ვიფიქრეთ, ანუ ყველა ვარიანტში უნდა გვეფიქრა, რომ ვინმე მხოლოდ შეიპატიჟა ოჯახში. ყველაფერს ფიქრობ უკვე იმ მომენტში, როდესაც ანუ ქუჩაში გარეთ მიდამოში ვერ ნახულობ ადამიანს, ფიქრობ იმას, რომ ვაიმე ვინმე მხოლოდ შეიპატიჟა და იქნებ უარი ვერ უთხრა. მე ისიც კი ვიფიქრეთ, ანუ სრული აბსურდიც. ვინმესთან ხომ არ ჩაეძინა, დაღლილი ხომ არ შევიდა, ვინმემ რომ შეიპატიჟა, ხომ არ ჩაეძინა იმასთან, რადგან დაღლილი იყო. ყველანაირი აბსურდი ვიფიქრეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის სკოლას ვერ მივაგენით. სოციალურ ბოდიში გაწყვეტინებ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს თანხმლებმა პირებმა მიატოვეს გური და დაბრუნდნენ თბილისში, რაც საკმაოდ ისე რომ ვთქვათ ადამიანური თვალსაზრისითაც რა თქმა უნდა მიუღებელი არის. ამ მომენტში თქვენ ახლა ყვებით, რომ არ დაბრუნებულ ხართ და მთელი ღამე ეძებდით და სამაშველო სამსახურიც კი თქვენთან ერთად ეძებდა გურის, ხო? კი ბატონო. აი, ამასთან დაკავშირებით, რას გვეტყვით, რომ სამაშველო, სამძებრო, ასე ვთქვათ, ღონისძიება რამდენად საკმარისი იყო, ან სხვა დამატებითი ძალა გჭირდებოდათ თუ არა გურის მოსაძებნად, ან როგორ განხორციელდა, უფრო დეტალურად რომ მოყვეთ, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია, რომ თავისმა თანატოლებმა და მეგობრებმა მიატოვეს, რომ მოაჩინეს გური დაკარგული იყო და დაბრუნდნენ სახლებში. ჩვენ ვისმენთ ახლა განსხვავებულ ვერსიას და იძახით რომ არ მიგიტოვებიათ და თქვენ ეძებდით მთელი ღამე. აი უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ, იმიტომ რომ ყველამ კარგად გაიგოს რეალურად რა მოხდა და შემდგომ უკვე ვფიქრობ რომ მისაღებიც უნდა იყოს ეს ყველაფერი, ხო, როგორც ინფორმაცია. კი ბატონო, ჯერ უბრალოდ მოსასმენადაც რამდენად რთულია ადამიანის სიცოცხლეზეა ხო საუბარი და
მიატოვო ამდენმა ადამიანმა და წამოხვიდე. როგორი უპასუხისმგებლობა რეაქცია კი ბატონო, რასაკვირველია, იმიტომ რომ გაჟღერდათ სრულ ინფორმაცია და როდესაც ადამიანების რაღაცა ჯგუფი ისმენს სრულ ინფორმაციას, ანალიზით შესაბამისად გამოაქვს, ხო? არ მოусმენიათ მათ რეალურად რა იყო. ინფორმაცია ხა სრულ ინფორმაციაა, რომელი მასმედიის საშუალებით გავრცელდა. ან ვინ გავრცელა, წყარო ვინ იყო? პირველ წყარო არის დედა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ წამოვედით თბილისში, დავტოვეთ მისი შვილი და გამოვიცვალეთ ტანსაცმელი, გავაღვიძეთ მამიდა და შემდეგ უკვე ჩაუბრუნდით ლეთაში გურიკას საძებნად. ერთი კითხვა მიჩნდება, თქვენ თქვით, რომ დედა იმიგრანტი იყო. იმ დროს სად იყო, როცა გურიკა უჩინარდა? იცით რა არის, დედასთან ჩვენ არასოდეს არ გქონია შეხება. არ ვიცნობდით ჩვენ არავინ გურის დედას, როგორც ირკვევა, მე შემდგომი პერიოდებიდან სოფლიდან ჩამოვიდა. ანუ იმ დროს უკვე საქართველოში იმყოფებოდა ქალბატონი. და საიდან ქონდა ინფორმაცია, რომ თქვენ მიატოვეთ? აი მაგას ვერ ვიგებ, რომ დედამ რომელმაც გააჟღერა, ასე ვთქვათ, ფართოდ მე თქვენ როგორც ამბობთ, რომ და პირველ წყარო ის არის, რომ მეგობრებმა მიატოვეს, გააჟღერა ინფორმაცია, რომ ყველამ აქვს დღეს მოცემულობა, რომ თქვენ მიატოვეთ. ამ შემთხვევაში თუმცა იმ დროს სოფლიდან ჩამოვიდა. ესე მე ვთქვი, კომუნიკაცია არ გქონიათ. ვინ მიაწოდა თუნდაც დედას ეს ინფორმაცია? ალბათ ცოტას. სამწუხაროდ არ ვიცი, ვის შეეძლო ესეთი სიცრუე მისთვის ეთქვა. თუმცა რეალობა ხო მოვიდა თქვენთან იმ ღამეს? არა. ლეთაში იყო? არა, დედა ჩამოვიდა დაახლოებით მესამე დღეს. მესამე დღეს? კი ბატონო. ბავშვის დაკარგვიდან მესამე დღეს ჩამოვიდა ადგილზე. და თქვენ პირველად სად შეხვდით დედას? ან სად გაიგეთ, რომ დედა მისია? ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით, შემდგომ პერიოდს გულისხმობ, ანუ მესამე დღეს რომ განვიხილოთ, სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით. ისევ სამაშველოსთან ერთად, იმიტომ რომ არასოდეს შეუწყვეტავთ სამაშველოებს ჩვენი დახმარება და მაგ პერიოდში უკვე სადღაც ზედანაწილში ვიყავით თითქმის რომ გავიგეთ რომ დედა ჩამოვიდა გურიკასი და გველოდებოდა ქვემოთ. თუმცა რომ გითხრათ რომ ჩვენ შორის ოდესმე რაიმე სახის კონტაქტი შემდგარ, არასოდეს არ მოსულა არც იმ პერიოდში, მიუხედავად იმისა რომ ყველანი უკლებილი ვიქვიყავით. არასდროს დედა არ მოსულა და ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვავს ჩვენთვის. მინდა კიდე კარგად დავაკონკრეტო, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია მაქვს მიღებული თვითონ მასმედიის საშუალებებიდან, სოციალურ ქსელებში ვაკვირდები, ვკითხულობ და ვიღებ სხვადასხვა ინფორმაციას და ესეთი ინფორმაცია არ მომისმენია, რასაც დღეს აჟღერებთ, რომ როდესაც გური დაიკარგა, დედა მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და არ იყო ჩართული სამძებრო სამუშაოებში. პირველი სამი დღე. კი ბატონო. პირველი სამი დღე რა თქმა უნდა. დიახ, პირველი სამი დღე არ იყო სამძებრო სამუშაოებში ჩართული. და კონტაქტის არ ქონია თქვენთან? არა, ჩვენ ისედაც ნახეთ. პირველ სამ დღეს თუ გულისხმობთ, პირველ სამ დღეს გულისხმობთ? არა, ჩვენ არ გვიცნობდა. ჩვენ მისთვის მაშინვე, ანუ იმ პერიოდამდე ჩვენ მისთვის უცნობები ვიყავით. ვინ აცნობა დედას თუ იცით თქვენ გურის გაუჩინარება? თუ არ ვცდები, მამიდამ დაურეკა. სამი დღეს მერე? მე მგონი, აი ვერ დავდობე ხო, ნუ შეიძლება თქვენ არ იცოდეთ ეს დეტალი არ ვიცი. თუ არ ვცდები, ეს უნდა ეცნობებინა მამიდას. მიუხედავად იმისა, რომ დედამ გაიგო მესამე დღეს, ეს ჩემთვის დღემდე გასაკვირია. ჩვენ კი არ გვქონდა მისი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ იმ ადამიანებს დაუკავშირდით, ვინც უშუალოდ ახლო კავშირში იყო ჩვენთან და გურიკასთან გულისხმობ მამიდის ოჯახს. მაგრამ მასმედიის საშუალებით, რომელიც მე ჩავიყვანე მეორე დღეს, რადგან მინდოდა რომ გავრცელებულიყო ინფორმაცია ტელევიზიების საშუალებით, რადგან ფიზიკურად ადგილზე რომ ვერ მოვძებნეთ, ვიფიქრეთ რომ ვინმე სხვა არ გაყვა თბილისში და იქნებ ვინმე თბილისში იცოდეს რაიმე სახის ინფორმაცია, ან სადმე შეხვდა, ან ნებისმიერი არ ქონდა უკვე ამას მნიშვნელობა, რა თუნდაც რაიმე წვრილმანი დეტალი. დაუკავშირდი იმედის და რუსთავიორის ტელეკომპანიებს და დაახლოებით 3 საათში ორი საინფორმაციო ჯგუფი იყო ჩამოსული. მიზანი მთავარი ის იყო, რომ გაგვივრცელებინა ინფორმაცია გურიკას დაკარგვასთან დაკავშირებით, რომ თითქმის ყველას ყურამდე მისულიყო, თუ კი ვინმე სადმე ნახა, თუ კი ვინმე რამე ნახა, რომ შეეტყობინებინათ პოლიციისთვის და შესაბამისად ოჯახისთვის, რა თქმა უნდა. და ანუ ამას ვამბობ, მიკვირს, რომ თვითონ დედამაც ვერ ნახა ეს საინფორმაციო საშუალებები, მიერ გადაცემული ინფორმაციები, იქიდან გამომდინარე, რომ დღესაც რო ვუყურებ, საათებით ამბობენ, რომ 32 საათის დაკარგულია ადამიანი. 32 საათი 3 დღე არ არის, ხო? რეალურად, ლოგიკურად. ფაქტიც, ხო ეგ არის 72 საათი არის 3 დღე რომ გავიდეს. შესაბამისად, დედას წვდომა შეიძლება არ ქონოდა იმ მომენტში ტელევიზიასთან, თუმცა ისეთი ფაქტი იყო თანსახელი და გვარით, ფოტოთი გავრცელებული ყველანაირი დეტალით, რომ ან მეზობელს უნდა ენახა ვინმეს,
ანუ ყველანაირად უნდა მისულიყო დედის ყურამდეც. ხო ხვდებით რას ვამბობ? მე უშუალოდ თუ არ მქონდა დედის მონაცემები რომ დამერეკა, ეს ჩემი მოვალეობაც არ იყო, ნახეთ, რადგან ოჯახის სხვა წევრებმა იცოდნენ, მათი პირდაპირ მოვალეობა იყო, რომ დედისთვის უმალვე შეეტყობინებინათ, ხო? ჩემი მოვალეობა რაც იყო, პირდაპირ ვიტყვი, მოვალეობა იყო ჩემი, რომ ეს ინფორმაცია გამევრცელებინა. იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო. და მე მოვალდებული ვიყავი, რომ მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, რაც კი შემეძლო რომ გამეკეთებინა. შეუძლებელიც უნდა მექნა. კი ბატონო, გავიგეთ რომ პოლიციას აცნობეთ, სამაშველო ეძებდა. სოფელმა თუ გაიგო იმ დღეს და რამე წვრილი თუ შეიტანა თუ დაგეხმარათ გურის მოძებნის, იმიტომ რომ ადგილობრივები ზოგადად უფრო კარგად იცნობენ ტერიტორიას და შესაბამისად მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. კი ბატონო, პირდაპირ ვიტყვი, რომ ქვაქვაზე არ დაუტოვებიათ იქაურ მაცხოვრებელ მამაკაცებს. ჩვენ ოჯახებში რომ ვახსენე, რომ მივდიოდით და ვეკითხებოდით, რომ ბიჭი ხომ არ მოსულა და ასე შემდეგ, ვინც კი დაგხვდა სახლში იმ მომენტში. რამდენიმე მოსახლეა, იქ ათეული მოსახლეა, არ არის ეს ძალიან დიდი დასახლებული პუნქტი, ესე რა ვთქვათ. ის ადგილი უშუალოდ საიდანაც დაიკარგა გური კამას გულისხმობ, აბსოლუტურად ყველა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი ეს ამბავი და ყველა იყო ჩართული. და ამას იცით რა მოწმობს კიდევ რომ მოსახლეობაც იყო ჩართული და არა მარტო მოსახლეობა, სამაშველოც და საპატრულოც. გამოიკითხა უпростоრად მოვისმინე ინტერვიუ მაშინდელი ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თუ არ ვთქვი რწმუნებული ქვია ასეთ ადამიანს მის ინტერვიუ მოვისმინე რომელიც ამბობს რომ ის იმ დღეს ანუ 10 ივნისის ღამეს როცა თენდება უკვე 11 ივნისი რაიონში არ იმყოფება თუმცა იმ ღამესვე და მას პირდაპირ ამბობს არ ახსენებს დილას არ ახსენებს კონკრეტულ საათს რომელიმეს ამბობს იმ ღამესვე ქონდა ინფორმაცია 17 წლის დაკარგულ გაუჩინარებულ ბიჭთან დაკავშირებით, რომელსაც ეძებდა მთელი სოფელიო, ესე ამბობს ეს ადამიანი. კი ბატონო, გამგებელს უნდა ქონოდა წესით ინფორმაცია, რა თქმა უნდა, და შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს ლოგიკურიც არის. ასევე მაინტერესებს, როდესაც თქვენ ყვებით ახლა რომ აბსოლუტურად ყველა ჩართული იყო მოსახლეობა, სამაშველო, პოლიცია, თუმცა ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტში მე ვიხილე ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერვიუ ქალბატონების, რომლებიც იძახდნენ რომ საერთოდ მსგავსი ასე ვთქვათ ინფორმაცია არ ქონდათ და შემდგომ უკვე 3 დღის მერე გაიგეს რომ პიროვნება იყო დაკარგული, ბავშვი იყო დაკარგული. ამას თქვენ როგორ ახსნით? მე ვფიქრობ, რომ არასრულად გავრცელდა ეს ინფორმაცია. კი ამბობენ, რომ 3 დღის შემდეგ გაიგეს, მაგრამ ნახეთ, იმ მომენტში, როცა მე ვამბობ უშუალოდ დახმარების მომენტში, დახმარება გაგვიწიეს სოფელში მცხოვრებმა მამაკაცებმა. და არა ქალბატონებმა. გასაგებია ხო, მათთან ოჯახში ცხოვრობენ ქალბატონები და დაუშვათ 3 დღის მერე გაიგეს. შეიძლება ესენი სულაც არ არიან იმ ოჯახის მაცხოვრებლები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებოდნენ და უბრალოდ შემდეგ გავრცელდა. გასაკვირია ხო? ანუ ჩემთვისაც გასაკვირი იყო რა, როგორ შეიძლება გაიგო შენ სოფელში რა ხდება 3 დღის შემდეგ, როცა სამძებრო სამუშაოები ფაქტიურად არ წყდება, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პოლიციის მიერ თუ გამოიკითხეთ? რასაკვირველია, მესამე დღეს უშუალოდ როცა დილას უკვე ისე ვიყავით სამძებრო სამუშაოებში ჩართულები, დაგვირეკეს დუშეთის პოლიციიდან, შესაბამისად დავტოვეთ მლეთა და წავედით დუშეთში დაკითხვაზე თუ გამოკითხვაზე. თანამშრომლად თქვენ? რა თქმა უნდა. არაერთხელ და არაერთ განყოფილებაში გულისხმობ, დაკითხულები ვართ დუშეთის განყოფილებაშიც, ჟინვალის განყოფილებაშიც და გორის განყოფილებაშიც. სრულად თანამშრომლობთ, ესე იგი მიაწოდეთ სრული ინფორმაცია გურის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი დეტალი, ნებისმიერი ინფორმაცია, უნიშნელო თუ მნიშვნელოვანი რაც იყო იმ მომენტში და დღემდე ასეა, ყველაფერი აქვს გამოძიებას, აბსოლუტურად ყველაფერი. არც ერთხელ არ გვითქვამს უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, მეტიც ეს ჩვენი ინტერესია. ჩვენს ინტერესებში შედის, რაც საკვირველია, რომ ჩვენი მეგობარი რას ანუ აორთქლდა, ძალიან რთული სათქმელია, ხო, მაგრამ ფაქტია, რომ კვალიც კი არ სად არის მისი. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვემთხვა, ხო, ეს ამბავი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ გამოძიებისგან სინამდვილეში რა მოხდა. აი, დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა სკანერის გამოყენებით და სხვადასხვა მეთოდოლოგიური გამოყენებით. და მანამდე რეალურად გამოდის რომ პოლიციას არ განუხორციელებია ხო ეს ქმედებები, ანუ ეს საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ რა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეთ მონაწილეობა და რამდენად მზაობა გქონდათ კიდე მონაწილეობის მიღების? ძალიან ცუდია რომ ეს ინფორმაცია ასეთი სახით გავრცელდა.
რეალობა საერთოდ სხვა არის ამ მხრივ. საგამოძიებო სამსახურები უშუალოდ აი ჩვენი ჩართულობით იქ გურამის მეგობრებს გულისხმობ გურამის ნათესავებს, მეზობლებს, იქაურ მაცხოვრებლებს, სამაშველოს, საპატრულოს. ჩვენ როცა ვიყავით ჩართული სამძებრო სამუშაოებში, ეს პერიოდი არის 1 თვე. 1 თვის განმავლობაში უწყლოდათ ყველანი ერთად ვეძებდით თითოეულ ადგილს დეტალურად შემოწმდა პირველი 1 თვის განმავლობაში ყველაფერი აბსოლუტურად იქ თუ კი სადმე რაიმე საეჭვო იყო, არ იყო საეჭვო, არ ქონდა მას მნიშვნელობა. ერთი ადგილიც არ არსებობს. მე 1 მეტრის რადიუსიც რომ განვიხილოთ. 1 მეტრის რადიუსიც კი არ დაგვიტოვებია შეუმოწმებელი. შემდგომ პერიოდში უკვე როდესაც 1 თვის შემდეგ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ უშუალოდ გამოძიებასთან თანამშრომლობა და აი როგორ თქვა ახლა ჩვენი ჩართულობა აღარ იყო საჭირო უშუალოდ მლეთაში სამძებრო სამუშაოებში. ანუ ეს თავად გადაწყვეტეთ რომ აღარ იყო საჭირო თუ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა 1 თვის ძებნის თავზე ესე რომ ვთქვათ რომ ინახა ყველა ადგილი. იქ ჩვენ უკვე ჩვენი შიშველი ხელებით ანუ ვერაფერს ვეღარ გავხდებოდით. ანუ ამოწურეთ ყველა. ჩვენი რესურსი, ჩვენი ადამიანური რესურსი, ფიზიკური რესურსი თუ არ იყო ეს ფინანსურს აღარ ვამბობ. ჩვენ ყველაფერი ჩვენი ამოვწურეთ იმ 1 თვეში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სამძებრო სამუშაოები ჩვენით შეწყდა. მე თუ 1 თვის მერე აღარ ჩავსულვარ მლეთაში საძებნელად, იმას არ ნიშნავს რომ სამძებრო სამუშაოები არ გაგრძელებულა და მე წელს გავიგე აი 12 წელია გასული ამ ამბიდან და წელს გავიგე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ არ ვწდები დროს ვერ დავასახელებ. თუ არ ვწდები რამდენიმე თვეში გურიკას დაკარგვიდან იმ ადგილზე, სადაც დედა ითხოვდა, აი ბოლო პერიოდის განმავლობაში სკანერის გადატარებას, უკვე გადატარებული იყო ეს სკანერი და თვითონ დედისგან გაჟღერდა ეს ინფორმაცია და მას აქვს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ბოლო სიუჟეტში, ბოლო გადაცემაში, რომელშიც ის იყო მიწვეული, რასაც ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა. ძალიან მაინტერესებს ფაქტი, რომ ვერსია გავრცელდა, თითქოს მეწყერი იყო ჩამოწოლილი და შესაბამისად არსებობდა ინფორმაცია და მოლოდინი და ვარაუდი იმის, რომ შესაძლოა გურიკა მოყვა ამ მეწყერში. ეს ვერსია რამდენად სიმართლეს შეესაბამება, საიდან წამოვიდა, ვინ გააჟღერა, იმიტომ რომ არაერთი სიუჟეტი, არაერთი კომენტარი ვნახეთ ამასთან დაკავშირებით, რომ და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დადგინდა უკვე ოფიციალურად რომ მეწყერი არ ყოფილა. ეს ბოლო პერიოდში დადგინდა მაყურებლისთვის. ჩვენ ეს თავიდანვე ვიცოდით. გამოძიებისთვის მიწოდებული გქონდათ ეს ინფორმაცია რომ მეწყერი არ ყოფილა, ან გამოკითხვაში აფიქსირებთ ამას? იცით სიმართლე გითხრათ, შეიძლება ესეთი კითხვა მაშინ არც ყოფილა. ვერ გავიხსენებ 12 წლის წინ დაახლოებით 90-მდე კითხვა იყო თითო დაკითხვის ოქმი და ვთქვათ, მე არ ვიცი. ოქმი გამოკითხვის. კი ბატონო. თუმცა ვერ გავიხსენებ ახლა ნამდვილად შეგვეკითხნენ თუ არა მეწყერთან დაკავშირებით. ფაქტი ერთი იყო, რომ მეწყერი იქ არ იყო. და შესაბამისად თუ არ იყო და ეს ინფორმაცია მათ იცოდნენ, მეწყერზე კითხვაც ფიზიკურად ვერ იქნებოდა გამოკითხვის ოქმში, ხო, ეს ხო მართალია. ეს არის ერთ-ერთი თავარი, რასაც დღემდე გვედავებოდა დედა. დღემდე არა, უბრალოდ იმ მომენტამდე სანამ ხელმეორედ არ გადატარდა სკანერი, საფუძველი რამ გაუჩინა რომ ეს ვერსია გააჟღერა? ვერ გეტყვით, დედაა. და აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს მას, ყველაფერი უნდა ივარაუდოს და ყველა საკითხი უნდა გამოირიცხოს, რასაც დედა იტყვის. იმიტომ რომ დედაა და ის შვილს ეძებს და ლოგიკურიც არის, ანუ არ უნდა მოვიდეს ამასთან არავინ წინააღმდეგობაში. კი, ესეა. არავინ არ უნდა შეეწინააღმდეგოს, რომ იტყვის, რომ ის აქ ეს უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ის მის შვილს ეძებს და არ ეძებს რაღაცა ნივთს დაუშვათ, რომელიც უმნიშვნელო შეიძლება იყოს, ხო? ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ იქ არ იყო მეწყერი და ქალბატონი მოსოფომაც იცოდა ჩვენგან, რომ იქ არ იყო მეწყერი, თუმცა მისი დაჟინებული თხოვნაც იყო, მოთხოვნაც იყო შესაბამისი ორგანოების მიმართ. ჩვენ ბრალს გვდებდათ სრულჩვენებაში, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ მითხარით სიმართლე, რომ ჩემი შვილი იქ არის. ვერ რთული იყო ჩვენთვის რა ეს. ნახეთ, როცა იცის სიმართლე, რომ ბავშვი ქვემოთ არის ბოლომდე ჩამოსული და ის ადგილი, რასაც ქალბატონი სოფო აფიქსირებდა, რომ მისი შვილი შესაძლოა იქ გადავარდნილი იყო, ან გადაგვეგდო, ან რაიმე რა არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში აღმოჩენილი იყო იმ მიწის ქვეშ, მეწყრის ქვეშ, დამეწყრული მიწის ქვეშ. ძალიან
ბევრი კილომეტრით არის დაშორებული ფიზიკურად, თუმცა არ უნდა ყოფილიყო გამორიცხული არც ეგ ნაწილიც. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის კვალი კი იკარგება ქვემოთ, მაგრამ იქნებ ატრიალდა, ხო, ზემოთ. არაფერი არ უნდა იყოს ამ მომენტში გამორიცხული ადამიანის სიცოცხლეს როცა ეხება საქმე. მიუხედავად ჩვენი მტკიცებისა, რომ იქ არ იყო გამოძიება არ გვენდო ჩვენ. არც უნდა გვენდოს, რატომ უნდა გვენდოს? ვიღაცა რიგითი მოწმე ვარ. უნდა გადავმოწმდე მე რაღაცას რომ ვამბობ, გამოძიება ვალდებულია გადამამოწმოს, ხო? და მოახდინა კიდევაც გამოძიებამ გადამოწმება ჩვენი ამ მხრივ, რომ ქალბატონ სოფოს გაუგზავნეს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც არის ნათლად ნაჩვენები, მისთვის ნათლად, თორე ჩვენ წელს გავიგეთ ეს ინფორმაცია, ჩვენ აქამდე ეს ინფორმაცია კი ბატონო, სიუჟეტიდან გავიგეთ, გადაცემიდან გავიგეთ. მისცეს ქალბატონ სოფოს ის დოკუმენტი, რომელშიც ნათლად იყო ნახსენები, რომ გადატარებულია რაღაცა სახის დანადგარი კონკრეტულ მიწის ფართობზე და არანაირი ძვლის და არანაირი გარდაცვალების ადამიანის გარდაცვალების ფაქტი არ იქნა აღმოჩენილი ამ კონკრეტულ ადგილზე. ასევე მაინტერესებს ის ვიდეო, რომელიც გავრცელდა, სადაც სამძებრო საქმიანობა ჩანს, ანუ ადამიანები არიან ეს არაოფიციალური პირები, არამედ მოქალაქეები და სადაც თითქოს ხმა ისმის, რომ ადამიანი ითხოვს შველას. ამასთან დაკავშირებით ქალბატონ სოფოსგანაც გაკეთდა კომენტარები და ის ცალსახად იძახის, რომ მისი შვილის ხმა არის, ასევე მისმა უფლებადამცველმაც გააკეთა სატელევიზიო კომენტარი და თქვა, რომ და დაადასტურა ის ფაქტი, რომ ქალბატონი სოფო კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და შემდგომ ალბათ ვიმედოვნებ, რომ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და გარკვეული საპროცესო მოქმედებებიც ამასთან დაკავშირებით, თუმცა აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს, თქვენი აზრი და რამდენად ფლობთ ინფორმაციას, სად არის გადაღებული ეს ვიდეო და რამდენად ავთენტურია მისი ხმა, თუნდაც შეიძლება იყოს ავთენტური, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? ნახეთ რა მომენტია, რომ ნახეთ ვიდეო, დიდად ყურადღება ვერ მიიქცია მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი სოფოს უფლებადამცველიც კი ამბობს იმას, რომ განწირული ითხოვს ვიღაცა ადამიანის შველას, ვიღაცა ადამიანი. მაინც არ მიიქცია ჩვენი ყურადღება, იმიტომ რომ არ არის ეს გურიკას ხმა. ამას ბევრჯერ გავიმეორებ. ძალიან ბევრჯერ ვიტყვი, ყველგან ვიტყვი ამას, რომ ეს არ არის გურიკას ხმა. რა თქმა უნდა, დადგინდება ალბათ შესაბამისი ექსპერტიზები. აუცილებლად უნდა დადგინდეს. აუცილებლად უნდა დადგინდეს არა მარტო ვიდეოს ავთენტურობა, არამედ ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს ატვირთული რეალობა, ანუ რას გულისხმობ, არ იყოს დამონტაჟებული ხმა, ან შემდგომ დადებული ხმა. ეს იყოს ასახავდეს იმ რეალობას, რაც იმ მომენტში იყო იმ კონკრეტულ ადგილას. თუმცა რომც დადგინდეს, დაუშვათ დადგინდა ვიდეოს ავთენტურობა, რომ ვიდეო არის ნამდვილი. შეესაბამება სინამდვილეს არ არის არაფერი ჩამონტაჟებული, არ არის არაფერი მიმატებული ამ ვიდეოზე, დაუშვათ წლების შემდგომ. ეს იმას ამტკიცებს, რომ აქ გურიკას ხმაა? კი, ანუ თქვენ კატეგორიულად უარყოფთ, რომ ეს გურიკას ხმა არ არის, ხო? კი, მე ასე ვამბობ, რომ ეს გურიკას ხმა. ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ეს ვიდეო გადაღებულია სწორედ იქ სამძებრო საქმიანობების დროს? არა. სულ სხვა ადგილია. ეს ხდება ვიდეოს გადაღების დრო არის ნაჩვენები, ოფიციალურად არის ნაჩვენები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტში არის ნაჩვენები დრო. ეს არის 11 ივნისის დღის 3 საათი. დღის 3 საათზე გურიკა უკვე რამდენიმე საათის დაკარგულია. ჩვენ ვართ ქვემოთ, უკვე ოჯახის წევრებთან ერთად. ანუ დაიკარგა გურიკა 10 ივნისის ღამეს. 10 ივნისის ღამეს, როცა თენდება 11, ეს არის დაახლოებით 4 საათიდან 5:30-დან 5 საათის შუა. რომელი ადამიანი ხარ გეცნოთ ვიდეოზე იმ საათს? არა, საერთოდ არავინ, ჩვენ არც ერთი არ ვართ იქ. ჩვენ ვინც ვიყავით 16 მაცხოვრებლები იყვნენ ისინი თუ ალბათ უბრალოდ მომლოცველები. მომლოცველები, რომლებიც ჩვეულებრივ ადიოდნენ ლომისის მოსალოცად და ბრუნდებოდნენ ქვემოთ, იმიტომ რომ აქ არის ჩანს ხალხი, რომელიც ზემოთაც ადის და ჩანს ხალხი, რომელიც ქვემოთ მოდის. თქვენი კომუნიკაცია მამიდასთან, როგორც თქვენ ახსენეთ, მისი აღმზრდელი იყო და შესაბამისად მისი ოჯახის წევრი, ხო, შვილი ვიტყავდა. თქვენ როდესაც ცნობეთ მამიდას და ანუ რა მოხდა მაშ მამიდას ჩართულობა რამდენად აქტიური იყო ამ საქმეში? გურიკას დაკარგვის ღამეს, როცა გავიდა ის ოპტიმალური დრო, რომ ადამიანს შეეძლო მლეთიდან თბილისში ჩამოსულიყო, ეს არის დაახლოებით 2 საათნახევარი. შევატყობინეთ უკვე ოჯახს და რასაკვირველია თბილისში არ იყო გურიკა ჩამოსული და ისინი დაიძრნენ უკვე
უშუალოდ ჩვენსკენ, მლეთისკენ. რაღაც პერიოდის შემდეგ ხომ ჩამოვიდნენ ისინი ჩვენთან, თუმცა ეს პერიოდი ჩვენ უმოქმედოდ იქ არ ყოფილვართ. ისევ გავაგრძელეთ ჩვეულებრივ სამშობლოს. თქვენ დავხდით ადგილზე ისინი რა საკვირველი. ოჯახი დაიძრა რო იძახით ვინები იყვნენ ამ ოჯახში ანუ ის მამი და ბიძა და დედაჩემი. დედაჩემი გამოყვა მათ. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ნერვიულობდით იქ და დედამ არ ჩათვალა საჭიროდ რომ სახლში დარჩენილიყო, აუცილებლად ჩვენს გვერდზე უნდა ყოფილიყო. მამიდას დავხვდით და ბიძას მოკლედ იქ. სურათი ახლა ესეთი არის, როდესაც ჩამოდიან ჩვენ ვართ უკვე ყელამდე ტალახში, იქედან გამომდინარე რომ დაახლოებით 4 საათიანი ძებნა იყო, დაახლოებით ვამბობ. 4 საათიანი ძებნის შემდეგ, როცა ვნახეთ ყველა ნაკვეთი, იქ არის ნარგავები, ნათესები, სასაფლაოებია იქ, არ დაგვიტოვებია არც ერთი ადგილი. ყელამდე ტალახში ვიყავით უკვე ამოსვლელები და უკვე გათენებულია, უკვე დილაა ეს. ბიძა გვეუბნება, რომ თქვენი აკოფნის საჭიროებას ახლა ვერ ვხედავ. თან ძალიან მოუწესრიგებლები ვიყავით, ძალიან დაღლილები ისედაც. იმიტომ რომ არ არის მარტივი ლომისი წმინდა გიორგის სალოცავზე ახვიდე და ჩამოხვიდე და კიდევ შემდგომში პლუს 4 საათი ადამიანი ეძებო, პლუს შოკირებული ხარ, იმიტომ რომ არ იცი შენს თავს რა ხდება. და ანუ ხო ხდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და ბიძა ძალიან შევეცოდეთ და გამოგვიშვა თბილისში იმავე სამარშრუტო ტაქსით რომლითაც ჩავედით, თუმცა არ გამოყვა მამა. მამა დარჩა ისევ ადგილზე. მამა თქვენი? მამა ჩემი დარჩა ისევ ადგილზე, გურიკას ბიძასთან, მამიდასთან და დედაჩემთან ერთად. მათთან ერთად იყვნენ რასაკვირველია საპატრულო სამაშველო ეკიპაჟებიც. და ჩვენ იმ იმედით გამოგვიშვეს, რომ სატელეფონო ზარეთ შეგვატყობინებდნენ, თუ კი რაიმე სიახლე იქნებოდა. ჩამოვედით ჩვენ ბავშვები თბილისში, მოვწესრიგდით, გავაკეთე Facebook-ზე პოსტი, სადაც ეხლაც რო ვრცელდება გურის 2 ფოტო შეერთებული ერთში, რომელშიც ფეხზე დგას მეორე, რომელიც სამარშრუტო ტაქსშია გადაღებული. ეს ფოტო პირველი მე გავავრცელე სოციალური ქსელის საშუალებით, თუმცა მაშინ რომ გითხრათ რაიმე სახის, ну ფაქტია რომ არანაირი შედეგი არ გამოიღო, ხო ამან. კი. გავავრცელე იქედან გამომდინარე, რომ იმ დილასვე იქნება ცხელი კვალია, ამას ქვია ცხელ კვალზე ვინმე ვნახა. იქნებ ვინმე ვნახა, თუმცა შედეგი არ ქონია ამას. ვერ მოვისვენეთ სახლში. ვერც მოისვენებს ნორმალური ადამიანი, ხო? და მეზობლებს ვთხოვეთ, რომ ისევ უკან ჩავეყვანეთ მლეთაში და ჩვენ ბავშვები, ანუ ვინც ჩამოვედით, მოვწესრიგდით. ამას ცუდად მოწესრიგებას ეძახით ალბათ გამოცვლას, ხო? გამოცვლას და აი ამ გამოცვლას ძალიან ცუდად აიტაცა ეს ხალხმა, რომ ჩვენ აი გაჟღერდა ესეთი ინფორმაცია, რომ სისხლიანი ტანსაცმელები გამოვიცვალეთ და შემდეგ მამიდასთან ერთად უკან დავბრუნდით მლეთაში. მეზობლების დახმარებით ისევ ჩავბრუნდით მლეთაში. და გავაგრძელეთ ისევ სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ ფიზიკური რესურსი უშუალოდ ბავშვებს უკვე იმ დღეს ფაქტიურად აღარ გქონდა. არაფრის თავი არ გქონდა უკვე იქ იმ დღეს ბავშვებს. ძირითადად ჩართული იყვნენ სამძებრო სამუშაოებში უშუალოდ სხვადასხვა ეკიპაჟები. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვეძლო კიდე გაგვეკეთებინა ეს იყო, რომ მოგვეთხოვა მათგან დამატებითი სახის ჩართულობა, გულისხმობ ეს, იქნებოდა ძაღლებით მოძებნა, იქნებოდა ვერტმფრენებით მოძებნა. ძაღლებზე ზუსტად მახსოვს, რომ უარი მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ დილას გაწვიმდა და პირდაპირ გითხრეს, რომ აზრი არ აქვსო ძაღლების ჩართვას, ვერანაირ კვალს ვერ მივაგნებთო. ხო, ნუ არ ვიცი რა, რაც შეგვეძლო იმ მომენტში ყველაფერი გავაკეთეთ. ერთთვიანი შემდგომი ძიების შედეგად არა მარტო ჩვენ ვიყავით ჩართულები, აქ იყო 3 რეგიონის სამაშველო ჩართული, ეს იყო მცხეთა-მთიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის სამაშველოები. ეს იყო დაახლოებით 100-120 კაციანი ჯგუფი, რომელიც უწყვეტად ერთი თვის განმავლობაში ეძებდა ჩვენს დაკარგულ მეგობარს და უშედეგოდ. თქვენ ახლა დეტალურად მოყევით რაც მოხდა, მაგრამ თითქმის 12 წლის მერეც საკითხი გადაუჭრელია და პასუხი გაუცემელი რაც თავარია. თქვენ რას ფიქრობთ, რა მოხდა? პირდაპირ რომ გითხრათ, უკვე იმის ძიებაში ვართ ჩვენ, ვინც იქ ვიყავით, რამე მიზეზი ჰქონდა რომ გაქცეულიყო. ანუ აი ეს კითხვის ნიშანია. ნახეთ თქვენი აზრი. სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ვიცი რომ იქ არანაირი სახის დანაშაული არ მომხდარა. ქალბატონ სოფოს ინტერვიუც ნახე სატელეფონო ინტერვიუ ერთ-ერთ არხზე, სადაც მიუთითებდა რომ თავგზას მირევენ. თქვენი ასეთი პოზიციით მაგას გულისხმობს და მაინტერესებს თქვენი ვერსია არის ეს, თქვენი ვარაუდი, რა გიქმნით ამის ვარაუდს?
ჯერ პირველ რიგში მოდი გაგცემთ პასუხს, რა გამოიწვია ქალბატონი სოფოს ეგ რეაქცია. მე ვიყავი პირდაპირ ეთერში მიწვეული ერთ-ერთ გადაცემაში და იქ გავაჟღერი ასეთი რამ, რომ ჩემი მეგობარი უნდა იყოს ცოცხალი და მე ვფიქრობ ერთ-ერთ ვერსიად ვარაუდობ, რომ შეიძლება ის იყოს მონასტერში. დედამ ჩათვალა, რომ ეს მისთვის არის თავგზის არევა, თუმცა რაღაცას ვერ ვხვდები აქ. ეს ხო არ არის ჩემი მოგონილი ვერსია და მე ამას აგიხსნით ახლა ეს რას გულისხმობ. გურიკას დაკარგვიდან პირველივე თვეს მამის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გურიკას სურდა მონასტერში წასვლა. ჩვენ ახლა რა გავაკეთეთ? მამის, ანუ გურიკას მამას. დიახ, გურიკას მამას გულისხმობ. ჩვენ რა შეგვეძლო ამ მხრივ გაგვეკეთებინა იმ მომენტში. მამა ჩემი გურიკას მამასთან და ბიძებთან ერთად წავიდა საპატრიარქოში 2014 წელს ხდება ეს. წავიდა საპატრიარქოში, ითხოვა დახმარება და დახმარების ხელი გამოუწოდა საპატრიარქომ იმ კუთხით, რომ მათ განცხადება გააკეთებინეს საპატრიარქოს გაზეთში, რომელიც გავრცელდა საქართველოში არსებულ თითოეულ მონასტერსა თუ ეპარქიაში. პირველი ნაბიჯი მონასტრისკენ გადადგმული ჩვენი მხრიდან იყო ეს, თუმცა შედეგი არ ქონია, ეს არ მოჰყოლია. გადის რამდენიმე წელი, დაახლოებით 5-6 წელი და ვხედავთ ქალბატონ სოფიას ერთ-ერთ გადაცემაში უშუალოდ, რომელშიც საუბრობს მონასტრებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მას ჩვენთვის პირდაპირ არ მოუწოდებია არასდროს. ეს გავიგეთ გადაცემის საშუალებით ის ამბობს ესეთ რამეს, რომ სხვადასხვა ეპარქიებიდან უკავშირდებიან სტიქაროსნები თუ მორჩილები, არ ვიცი ხა ზუსტად, მან უკეთ იცის ვინ უკავშირდებოდა. უკავშირდებიან სხვადასხვა ეპარქიებიდან სხვადასხვა დროს და ყველა ეუბნება ერთი და იგივე რამეს, რომ მისი შვილი გურამი საბად მონათლული არის პირველ შემთხვევაში იყო სამების საკათედრო ტაძარი და დაიბარეს ქალბატონის სოფო ვიღაცა მორჩილმა ნიკოლოზმა მიწერა ესეთი მესიჯი, რომ ქალბატონო სოფო მეორე, ანუ ხვალ 9 საათზე მობრძანდით, თქვენ შვილს შეგახვედრებთ. აი ესეთი სტილის მესიჯი მიიღო ქალბატონმა სოფომ. ქალბატონი სოფო წასულა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც უფორმოდ, ასე რომ ვთქვათ, გადაცმული რო წარმოვიდგინოთ, ფორმის გარეშე პოლიციელებთან ერთად და ადგილზე დახვედრია ის ადამიანი, ვინც მას მიწერა მესიჯი. ანუ ეს პიროვნება რეალურია. ეს არ ყოფილა თურმე გამოგონილი ადამიანი. და ამას აქვს შემდეგი განვითარება. ეს ადამიანი ეუბნება, რომ ქალბატონო სოფო დამელოდეთ ეხლავე, მოვიყვან ღვთელმთავარს. ანუ შეიძლება ციტირება შემეშალოს რა ბოდიშს ვიხდი, ხო ბოდიშს ვიხდი წინასწარ. მოიყვანა მამაო შიო და ეს პიროვნება ნიკოლოზი, რომელმაც ქალბატონის სოფო დაიბარა, მამაოს ეუბნება, რომ მამაო, ეს არის იმ ბიჭის დედა, რომელიც საბადს შერაცხეთ. და მამაოსგან თურმე გამოიწვია ცოტა ისეთი გაბრაზება, გამოიწვია ამ ბიჭის ამ ქმედებამ, დაუყვირა მას, როგორც ქალბატონის სოფო ამბობს და უთხრა, რომ გაცლოდა ადგილიდან. და შემდეგ მამაო მიაწოდა ქალბატონ სოფოს ინფორმაცია, რომ ეს ბიჭი, რომელმაც ეს ინფორმაცია მას გადასცა, იყო ფსიქიკურად შეშლილი. შემდგომში რა განვითარება მოჰყვა, ეს ალბათ ყოველთვის ნათელია, ანუ არანაირი განვითარება არ მოჰყვა. ქალბატონის სოფოს ეს ისტორია თქვენ იცით მისივე მონაყოლიდან გადაცემაში სადაც ისაუბრეთ. კი ბატონო. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მას ასე დაუკავშირდნენ, ასევე დაუკავშირდნენ თუ არ ვცდები მარტყოფიდან, სულ უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ეპარქიებიდან, სხვადასხვა ადამიანები, თუმცა მთავარი რაც იყო, რასაც ისინი ეუბნებოდნენ, იყო ერთი და იგივე. გურამი საბად მონათლული. ეს იყო ჩემი თქმის საფუძველი, რატომაც მე ვივარაუდე. თუმცა ეს ხო ერთადერთი ვარაუდი არ შეიძლება იყოს, სადაც ჩემი მეგობარი შეიძლება ამჟამად იმყოფებოდეს. ეს იყო ერთ-ერთი ვარაუდი. ეს ვარაუდი სწორედ აქედან გამომდინარე გამიჩნდა, რადგან პირველად მამისგან გაჟღერდა, ხოლო შემდეგ დედისგან გადაცემის საშუალებით შევიტყვი ამის შესახებ. რანაირად შეიძლება მე თავგზაურიო ადამიანს, ან კვალი ავურიო ადამიანს, როცა ეს მისივე ვერსია იყო და მე უბრალოდ ვეჭიდები ამ ვერსიას, იმიტომ რომ ამ ვერსიას თუ გავუყვებით, ჩემი მეგობარი ცოცხალი იქნება, ხო? რეალურად.
ერთი შეკითხვა მაქვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გური დადიანიძეს გარკვეული სტრესი ჰქონდა და შესაბამისად სამედიცინო დახმარებაც გაწეული ჰქონდა ამ მიმართულებით. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ, როგორც მეგობარი? სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში, როცა გური ჩვენთან ერთად იყო, ვერანაირი სტრესის კვალს ჩვენ ვერ ვატყობდით მეგობრები. შეიძლება ზოგისთვის რთული დასაჯერებელი იყოს ეს, მაგრამ ბავშვი იყო ჩვეულებრივ, ზუსტად ისეთი, როგორც მანამდე. ჩვეულებრივ იგივენაირად მხიარული, ემოციურად ვგულისხმობ. გურიკას დაკარგვის შემდეგ ვრცელდება ასეთი ინფორმაციები, რომ ის იღებდა დამამშვიდებელ ვიტამინებს. სტრესის ჩასახშობად, ასე რომ ვთქვათ. გასარკვევია რა არის დამამშვიდებელი ვიტამინი. და გასარკვევია რა არნაირი სახის სტრესი ქონდა გურიკას მიღებული. იქნება ეს იყოს სწორედ ის მიზეზი, რატომაც ის გაუჩინარდა იმ დღეს. სწორედ ეს არის ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი, დადგინდეს მიზეზი, თუ რა სახის სტრესი მიიღო, სად მიიღო ეს სტრესი გურიმ, რა შემდგომი ნაბიჯები მოყვა მისი ამ სტრესის მიღებას იქიდან გამომდინარე, რომ დედა ამბობს, რომ გურის ქონდა შიშები, ხო? მე ამას არ ვეთანხმები. იმდენად უშიშარი იყო გურიკა ჩვენთან, რომ დედის ნათქვამი, რომ მას ჰქონდა თუნდაც სიბნელის შიში, მე მაშინვე ძალიან არარეალურად მომეჩვენა. მაგრამ შემდგომში რომ დავფიქრდი, ადამიანმა შეიძლება შეიძინოს რაღაცა სახის შიშები, თუ კი ამას გარემო ფაქტორები ხელს შეუწყობს. ზუსტად ეგ გარემო ფაქტორები არის დასადგენი. რა სახის სტრესი მიიღო და სად მიიღო უშუალოდ ეს სტრესი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრესი უკავშირდება უშუალოდ მის თურქეთში ყოფნას. მინდა რომ გაირკვეს რასთან გვაქვს საქმე ზოგადად. ამაზე პასუხი მხოლოდ ოჯახის წევრებს შეიძლება მოეკითხოს, ხო, მე ვერ ვიტყვი მან რამე ნახა, რამ შეაშინა, ვინ შეაშინა, ვინ ემუქრებოდა და რატო ვამბობ ახლა ამას ვინ ემუქრებოდა. ეს კითხვა თავად დედას აქვს. დედამ დასვა ესეთი კითხვა, ვინმე ხომ არ ემუქრებოდა. და მე ცოტა მიკვირს ისეთი ბავშვი იყო, რომ ვინ უნდა დამუქრებოდა. იმდენად უპრობლემო ბავშვი იყო და იქნება ამის საფუძველი რამ გაუჩინა დედას, რადგან ეს შეკითხვა დედამ დასვა. ალბათ, დედა გასცემს ამაზე პასუხს. ხო, ჩემთვის მთავარი საკითხი ეგ არის, უნდა გაირკვეს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში შეიძინა გურიკამ შიშები და სტრესი. იქნება ეს იყო იმის პასუხი, რომ ამან აიძულა შემდგომში ის მომხდარიყო, რაც მოხდა. აუცილებლად ყველა მხრივ უნდა იმუშაოს გამოძიებამ, აუცილებლად. და ამუშავებენ სავარაუდოდ ამ ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობენ კიდევაც, დიახ. კი ბატონო. კარგი, ერთი თხოვნა მაქვს. რადგანაც ეჭიდებით, თქვენ თქვით, რომ გაქვთ იმედი, რომ თქვენი მეგობარი ცოცხალი იქნება, რას ეტყოდით ახლა მას? ჩათვალეთ, რომ გიყურებს. პირველ რიგში ცოტა ნაწყენი ვიქნებოდი, ალბათ პირდაპირ ვეტყოდი, რომ ნაწყენი ვარ. იმისთვის, რაც მან ჩვენ გაგვიკეთა, იმიტომ რომ ეს 12 წლიანი გზა, რასაც ჩვენ გავდივართ, არ არის ძალიან მარტივი, ესე რა სხვა თვალით, სხვა რომ შემოგხედავთ, შეიძლება ეს არაფრად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ტანჯვაა ის, რასაც ამ 12 წლის განმავლობაში გავდივართ და ეს არ ეგონოს ვინმე მხოლოდ ერთი დედის ტრაგედია. ეს პირველ რიგში ჩვენი ტრაგედიაა. ნუ არ ვიცი, თუ ნახავს ამას, გამოდი ვიმედოვნოთ, რომ ნახავს. დროა რომ დაბრუნდეს. გური აზრი არ არის, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ არაერთი ადამიანი ელოდება და მით უმეტეს ახლა არა მარტო სამეგობრო სანათესაო და დედა კი არ ელოდება მას, მთელი საქართველო ელოდება უკვე ამ ამბით ისე არიან ყველანი შეძრულები, რომ ნამდვილად დრო არის, რომ უკვე უნდა გამოჩნდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამ განაპირობა მისი ეს აქციელი, რა წინაპირობა ქონდა, რა ანუ რამე დანაშაული ქონდა, ამიტომ გაიქცა, არ ქონდა დანაშაული, ამიტომ გაიქცა, ვინმეზე ნაწყენი იყო და ამიტომ გაიქცა. არ აქვს მნიშვნელობა. იმდენად ცუდ მდგომარეობაში ვართ ახლა მისი მეგობრებიც, მისი ოჯახის წევრებიც და მით უმეტეს მისი დედაც, რომ ერთი ადამიანის სურვილზე ბევრად აღემატება ეს ჩვენი ტრაგედია და მინდა გაანალიზოს ის, რომ არსებობს რაღაც მდგომარეობები, რომლებიც ჩვენს სურვილებს უნდა აღემატებოდეს. და აი ამ მდგომარეობაში ვართ ახლა ზუსტად ჩვენ. კარგიანი, მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა, ასე ვთქვათ, ასე ფართოდ მოგვაწოდა ინფორმაცია.
და ვფიქრობ, ვიმედოვნებ, მეც ნამდვილად ვიმედოვნებ როგორც ადამიანი, რომ ის არის ცოცხალი, უნებელი და მალე დაუბრუნდება დედას და თავის მეგობრებს. თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც იმედი ჯობია იცოცხლოს ადამიანმა, ვიდრე საერთოდ დაკარგოს იმედი. ჩვენ დღეს მოვისმენთ ძალიან მძიმე ისტორია იმ ადამიანისგან, რომელსაც უშუალოდ შეხება ჰქონდა იმ დღეს, იმ საღამოს გურამ დადიანიძესთან, რომელმაც იცოდა მისი ბოლო ნაბიჯები და შესაბამისად დეტალურად გვიამბო თუ რა მოხდა 2014 წლის 10 ივნისს და როგორ გაუჩინარდა ის და სად გაქრა მისი კვალი. იმეც ვიტოვებ, რომ ამ ვუნდოვან და ბურუსით მოცულ საქმეს ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი და შესაბამისად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება. მე კი გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე საინტერესო ამბებით.